განხილვებული აფხაზეთის შემდეგ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი იქ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში პარტია ერთიანი ოსეთი ლიდერობს, რომლის პროგრამა მაქსიმუმიც რუსეთთან გაერთიანებაა. თბილისში ეს არჩევნები უკვე შეაფასეს როგორც მორიგი ეთნიკური წმენდის დაკანონების მცდელობა. ერთად უნდა ვიცხოვროთ, აი რენინგორში სამხრეთ ოსეთში ვართ და მოდით და ერთად ვიცხოვროთ. აი ერთობას გავამორჩევთ. ერთად ცხოვრების პერსპექტივა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ არჩევნებში პარტია ერთიანი ოსეთი ლიდერობს, რომლის პროგრამა მაქსიმუმი ჯერ ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანება და შემდეგ რუსეთთან მიერთებაა. Не может быть объединение Осетии. ჩვენი პროგრამა მაქსიმუმი ოსეთის გაერთიანებაა. ამასთან კარგად გვესმის, რომ ეს ვერ მოხდება, თუ სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციაში არ შევა. თუ იქნება ოსი ხალხის ნება, ეს უნდა გაკეთდეს. ქართველებთან ერთობის სადღეგრძელოს სვამს, თუმცა რუსეთთან ინტეგრაციაზე საუბრობს ლეონიდ თიბილოვიც. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ფიქრობს, რომ პერსპექტივა რეალურია. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გამართულ ეგრეთ წოდებულ საპარლამენტო არჩევნებს თბილისში უკვე უწოდეს სამხრეთ ოსეთში ეთნიკური წმენდის დაკანონების მცდელობა. ევროკავშირმა და ნატომ კი კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ დასავლეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. ნატო არცნობს საქართველოში სამხრეთ ოსეთში 8 ივნისს გამართულ ეგრეთ წოდებულ არჩევნებს. აღნიშნული არჩევნების სიტუაციის მშვიდობიანად მოგვარებას არ უწყობს ხელს. ნატოს მოკავშირე ქვეყნები არცნობენ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. 4 ივნისს ნატოს მოკავშირე ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერა. 8 ივნისს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში სამხრეთ ოსეთში გამარჯვებულ არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირი კვლავ ადასტურებს, რომ ევროკავშირი არ აღიარებს ამ არჩევნების საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ჩარჩოებს, ნათქვამია კეთრინ ეშტონის განცხადებაში. ოფიციალური თბილისისა და საერთაშორისო გამოხმაურების მიუხედავად, სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების თემა სულ უფრო აქტუალური ხდება. ირაკლი სესიაშვილი ფიქრობს, რომ ამ თემის გააქტიურება უკრაინის მოვლენებს უკავშირდება. როგორც ჩანს, რუსეთს ეშინია იმის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას ოსაბჭოთა სივრცეში გარკვეული ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, ბოლომდე მაინც ვერ ენდობა ყველას და უკრაინის თემამ მას ეს ყველაფერი დაანახა. მიუხედავად იმისა, რომ იქ იანუკოვიჩი ყავდა და ეგონა, რომ უკრაინა იქნებოდა მის მიერ მართული კონტროლებადი ქვეყანა, ეს ასე არ გამოვიდა. იმის მიუხედავად ლეგიტიმურია თუ არა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გამართული არჩევნები, ექსპერტების აზრით შედეგები საქართველოს მთავრობამ სერიოზულად უნდა გააანალიზოს. არაფერი არ არის გამორიცხული, განსაკუთრებით ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთის მხრიდან იქნება ეს სხვადასხვა მოსაზრება შესაძლო გაერთიანების შესახებ, როგორც ყირიმი შეიერთა რუსეთმა, ეს რა თქმა უნდა გამორიცხული არ უნდა იყოს, ამისათვის ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. ქართული სახელმწიფოს თავარი ამოცანა უნდა იყოს იმ რისკების და იმ შესაძლო გართულებების წინასწარ გათვლა და ესეთი მწყობრი სისტემის ჩამოყალიბება, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევძლოთ სიტუაციის, ასე ვთქვათ, როგორც მინიმუმ ესე იგი არეულობის არ დაშვებოთ. მოსაზრებას, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ თემის გააქტიურება მოსკოვთან პირდაპირ კავშირშია, იზიარებს მამუკა არეშიძეც. ექსპერტი ფიქრობს, რომ ის იქცევა თუ არა ეს იდეა რეალობად, მნიშვნელოვან წილად საქართველოს ევროინტეგრაციის ტემპზეა დამოკიდებული. საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის ღრმა ინტეგრაციის შემთხვევაში ეს მექანიზმი ამუშავდება. თუ საქართველოს ესე იგი შეეცდება, რომ რაღაცნაირად ოქროშუალედი დაიკავოს, მაშინ ალბათ ეს მექანიზმი არ ამუშავდება. ყველა ვარიანტში რუსეთი შეეცდება, რომ მომავალში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შეიყვანოს ეგრეთ წოდებულ ევრაზიულ კავშირში. გაიმართება თუ არა რეფერენდუმი და შევა თუ არა საქართველოს ოკუპირებული რეგიონი ოკუპანტი ქვეყნის შემადგენლობაში ჯერ უცნობია. ამ კითხვას პასუხი ეგრეთ წოდებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ გაეცემა. თბილისს კი მოსკოვის წინააღმდეგ ერთადერთი ბერკეტი რჩება. საერთაშორისო თანამეგობრობის თანადგომა.